უხლებში დამარტყა და წამივუებრო წყალმა და ზურამ დამიჭირა, მაგ დროს მანამდე გქონდა იმედი, სანამ მისი სხეული არ ვიპოვეთ რა. აიში ჩავარდნა და წაღება ერთი იყო. ხედავდით როგორ იმატებდა და წყალი როგორ გადმოდიოდა გზაზე. რა გამოიხედე და მეორე მხარესაც სიტუაცია როგორია, რომ გზა აღარ არის. თან ეს ყველაფერი წამებში ხდება რა. ჩვენ გავარბივარ და ეს კონტეინერი დიდი რა ვიცი, უშველებელი მოგდევს. თან ისი ამ დროს ოღარი განათების ბოძებს თითქოს 100 ღერები ყოფილიყო რა. პატრულის მანქანა ავტომობილი ჩამოატარა შიგნით თანამშრომელი შიგნით էր. აქცენტი გადავიტანეთ იმაზე, რომ ხალხი გამოგვეყვანა იქიდან. ხედავდით როგორ იმატებდა და წყალი როგორ გადმოდიოდა გზაზე. ჩავედით ეგრევე გადმოვედით მანქანიდან და შევეცადეთ მაქსიმალურად, რომ ხალხი გამოგვეყვანა მანქანებიდან, ავტომობილებიდან. დავიწყეთ ყვირილი, რომ გადმოდით, ვისაც შეიძლებოდა თვითონ რომ გადმოსულიყო ავტომობილიდან და ვინც იყო მერე შემთხვევა, რომ მოხუცები იყვნენ მანქანაში გაჭედილი ჩარჩენები, რომლებიც ვეღარ მოახერხეს უკვე სადაც მუხლის ქვემოთ იყო წყალი და ვეღარ ახერხებდნენ გადმოსვლას და გადავედით მე და ზურა გადავედით გადმოვიყვანეთ. გადმოვედით უკვე იქით მხარეს უყურებდით, რომ ვინმე იყო თუ არა დარჩენილი. და მაგ დროს გზის მეორე მხარეს გეუბნებით ამ დროს. ანუ მარჯვენა მხრიდან საბურთალოს მხარეს. მეორე მხარეს წყალი არ იყო გადმოსული. იქით მხარეს კი ბატონო უკვე საკმაოდ მოზრდილად მოდიოდა წყალი, მანქანები მიქონდა. დავინახეთ, რომ ბიჭებიც ცდილობდნენ მიკროავტობუსიდან გადმოსვლას რა და მათ დასახმარებლად გადავედით, შუა პანდუსზე ავედით და აი ბიჭის გადმოსვლა ბოლო 4 იყვნენ. და აი ბიჭის ხელის მოკიდვა გადმოყვანა და ეგრევე წყლის მანქანის წყალმა ეგრევე მანქანა წაიღო ეს მიკროავტობუსი. და მეთქი ბიჭებო დროზე გავედით აქედან გავიქცეთ რა. გამოიხედე და მეორე მხარესაც სიტუაცია როგორია, რომ გზა აღარ არის. თან ეს ყველაფერი წამებში ხდება რა. უცბად მივედით ადგილზე, ხედავთ რომ ქვევით წყალი გადმოდის, საცობია, ჩავარბივარ დროზე ხალხო, ვისაც შეგიძლიათ გადმოდით, გადადით. ესეთი შემთხვევებიც იყო სხვათა შორის, რომლებიც აშკარად გვერდზე რო ჩავარბინე, გადადით, რო ვეუბნებით, ახალგაზრდები არიან, გადადით, ვეუბნები და აი გადავართ მომუღე. ხო ეს სიტუაცია რა, მანქანას რო არტოვებს რა. და აი ესენი რო გადმოვიდნენ რა. ანუ ეს პანდუსთან დაკავშირებით რა. გადარბენა გზიდან და გამოიხედეთ ეს ბიჭი რო გადმოვიყვანეთ მანქანიდან, გამოიხედეთ მეორე მხარეს და უკვე გზა აღარ იყო რა. დავინახეთ თან ეს პატრულის მანქანა ავტომობილი ჩამოატარა შიგნით თანამშრომელი შიგნით էր. პატრულის თანამშრომელი და შიგნით. და მანდედან უკვე ვეღარ გადმოდიოდით, იმხელა წყალი მოდიოდა, რომ წამებში თან ეს ყველაფერი რა. იმხელა წყალი მოვარდა, რომ უცებ პატრულის თანამშრომელი რომელიც მანქანაში იჯდა ჩამოატარა. წამოვედით ზევით, რომ შევეცადეთ უსაფრთხო ადგილი, სადაც ნაკლებად დაბალი დონე იქნებოდა წყლის, ის ადგილი მოგვენახა და იქიდან გადმოსულიყავით, მაგრამ აი წამებში იმატებს ეს წყლის დონე რა და გავჩერდით გარე განათების ბოძებს შორის. და უცბად ას დიდი კონტეინერი რა ხუნით. თან მანამდე ეს ავტომობილი რო ქონდა, კიდე არაფერი იმასთან დაკავშირებით, რის ხმაც ის იყო რა. ყველა პიქს რო აღწევს ეს ყველაფერი რა. რა ხუნით და რო წამოიღო გარე განათების ბოძებს რა. ჩვენ გავარბოდით, ერთი მოტეხა, მეორე მოტეხა უცბად რა და ხედავთ რომ ჩვენსკენ მოდის რა. ჩვენ გავარბივარ და ეს კონტეინერი დიდი რა ვიცი, უშველებელი მოგდევს. თან ისი ამ დროს გარე განათების ბოძებს თითქოს 100 ღერები ყოფილიყო რა. მე გაგვიმართლა ღვთისყალობით ისეთი ადგილი ვნახეთ, რომ აი კუნძულებით იყო რა, რელიეფი ჰქონდა ეგეთი გარშემო, ცოტა გარშემო ეს ფართი ადგილი იყო. რა ვიცი, აი მეტი გასაქცევი რო აღარ ქონდა რა, წინაც წყალი, უკანაც წყალი და ორად-ორი ბოძი იყო დარჩენილი. ერთი დიდი ხე წამოიღო. მე გავიქცეთ ბიჭებო, მეთქი გავიქცეთ უკან, ანუ ორი განათების ბოძი რო იყო შემორჩენილი, ამას ჩავეხვიოთ მეთქი უკან მხარეს სხვაგან გასაქცევი აღარ ვაქრა და ამას მოვეხვიოთ ერთმანეთსაც დავიკავებთ მეთქი და მაგ პერიოდში ზუსტად რო ზოგი ნელა მოდიოდა თან ეს შუა პანდუსი გზის გამყოფი ხო ხდებით რა მეტრაც არ არის რა ვიცი რა მხელა პატარა მონაკვეთია რა. უნდა თან იმას უყურებდით რომ არავინ არ ფეხი არ წაუწდეს, თორე უკვე წყალში ჩავარდნა და წაღება ერთი იყო. ანუ იმაზე ფიქრი რომ ვიღაცა მაგარი მცურავი ყოფილიყო და გაეცურა, მაგაზე აბსოლუტურად აბსურდი იყო. ძლიერი დინება იყო. დინება იმდენად ძლიერი იყო, რა ვიცი, ხეები და ისეთი საოცრებები მოქონდა იქ, რომ რა ვიცი, უბრალოდ
ბევრს არ ჯერა და მე თვითონაც არ მჯეროდა რომ ჩემი თვალითაც რომ უყურებდი როგორი წყლის დინება მოდიოდა იქ მე თვითონ თვალებს ვერ უჯერებდი ერთი სიტუაცია იყო გარდა ხეების აი რაც შეგიძლია რომ წარმოვიდგინო ახლა სახლი სახურავები იქ გვერდზე სახლები რო იყო ის სახლებიც გვერდზევე ჩამოატარა ჩვენს გვერდზევე ჩამოატარა ავტომობილები ჩამოატარა და უშუალებელი ხეები რომელიც ეს ხეები აი მაგ ხის წამოღების დროს თავის ფესვებით დიდი ფესვებით რომელიც შემოაგდო უკვე განყოფსოლზე რო ვიდექით რა შუა შემოაგდო და როგორც მატარებელი აი ეს მოდიოდა რა არც იქით ვარდება არც აქეთ ვარდება რა ზუსტად ჩვენსკენ რო მოდის რა ამ ვიճეს ვეუბნებოდი მეთქი გავიქცეთ მეთქი შემოვეხვიოთ სტოლბას და წინ ერთი ცალია დარჩენილი მეორე ჩვენია რა ეგები მან დაიჭიროს რა და კაკრას ეგ სიტუაცია იყო შევგროვდით ესე რომ იტყვიან შევეხვიეთ თან ხვდებით რამხელაა სისქით და თელი 6-7 კაცი ერთი უბრალო სისქოზე ცდილობთ რომ თავი შევიკავოთ ერთმანეთი შევიკავოთ რა უცბად ვეღარ მოახერხე რა გვერდზებიც უყურებდი ერთ-ერთი მოქალაქე მოდიოდა და მეთქი მოვიდეს რომ წყალმა არ წაიღოს და ხელის მოკიდვა ერთი ხელის მოკიდვა მოვასწარი რა რომელიღაცაზე მხარზე მოვკიდე რა და უცბად მოვარდა რა მოანაკადლა ამხე მოანაკადლა ფეხებში დამცხო უცბად თან ეს დინება როგორ განამაღალი აი მუხზე რო ამოვიდოდა წყალი შანსი არ იყო გაჩერებულიყო ადამიანი თვითონ ფიზიკურად იმდენად ძლიერი იყო ეს გეუბნებით განყოფს ეგეუბნებით გზის განყოფს ეგეუბნებით მუხლებში დამარტყა და წამიღო ეგრევე წყალმა და იმდენად ძლიერი იყო რომ წალი ხელი ჩამოკიდებული ვიყავი და მეორე ხეს მარჯვენა ხელით ვერ ვახერხებდი რომ მიმეწვდომა რომ რომელიმეზე თავი მოვჭიდებულიყავი უფრო შემემაგრებინა რა ზურამ დამიჭირა მაგ დროს ხარში ხელი შემიმაგრა მაგრად მეჭირეო მე მახსოვს მეუნებოდა იქიდან რომ ამოვედი მე არ გაგიშვიო მე დაგიჭირე მაგრად მეჭირეო რა ჩემეძლო თან თავს იმაგრებდა და ჩემი დაჭერას მოახერხა რომ იმ დროს ჩავარდნილი ვიყავი წყალზე გასწორებული ვიყავი ვერაფერს ვერ ვახერხებ ცალი ხელი ვარ ჩამოკიდებული რა და მაგ დროს შემიმარჯვა ესე რომ ვთქვა რა დამიჭირა რომ წყალს არ წავიღე ძლიერი ფიზიკურად ძლიერი ადამიანი იყო რა ყოველთვის სპორტსმენი ადამიანი იყო და დალებითაც არ ევასებოდა არ მოსწონდა დალევა რა და ეს ფიზიკურად სულ ვარჯიშობდა ცურავდა მის ფიზიკურობიდან გამომდინარე სხვა რომ მის ფიზიკური არ ყოფილიყო გაუჭირდებოდა ნამდვილად ჩემი დაჭერა მით უმეტეს იმიტომ რომ სრული აღჭურვილობა მეცვა ჩაჩქანიც კამარიც და ჩექმებიც სრული აღჭურვილობა და ეს ყველაფერი რომ ეს წყალი არ იყო უბრალოდ ყველაფერი ქვიშა იყო ლამი მეწყერი ყველაფერი რაც იყო ერთმანეთში აიზიდა ის კარგი ხანი ვიყავით ციხის დაწყებიდან დასრულებამდე იქ ვიყავით რა მაგ ადგილზე ვიყავით გაჩერებული და ერთ-ერთ დროს ესე მოვარდა მორებიც მოქონდა ხეებიც მოქონდა და ერთხეს გამოვედო რა და მან ეგრევე აი მისი დაჯახება ხის დაჯახება და ზურას წყალში გადავარდნა წამებში მოხდა ეს ყველაფერი რა უცბად დაეჯახა გადავარდა და სულ გაქრა ადგილზე ვერც ხმის დაძახებაც კი ვერ მოასწრო ადამიანმა ფიზიკურად მას შველას რო ყველაფერს თავი დავანებოთ რა დაძახებაც კი ვერ მოასწრო ეს სიტუაცია ძალიან რთული მომენტია სიტუაცია ხედავ რომ შენ მეგობარი შენ თვალწინ უცბად აი ასეთ უბედურებაში სტიქიაში უცბად შენს გვერდით აღარ არის ღვთისწყალობით გამოვედით იქიდან მე დავარდა სტიქია წყალმა დაიწია და ღვთისწყალობით გამოვედით იქიდან და კაცი გადაგვარჩინა ცხონებულმა ავი სიმართლე გითხრა მის მეგობრებს და თანამშრომლებს მანამდე ქონდა იმედი სანამ მისი სხეული არ ვიპოვეთ რა მანამდე ვიმედოვნებდით რომ ექნებ ურალოდ თავი მიარტყა გონება დაკარგა და ვეღარ ხვდება სად არის და მსგავსი სიტუაცია რომ დროის გასვლის შემდეგ ორი დღე იყო რა და მაგიტომ ორი დღე ვეცებდით